მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის დასვით ეტაპზე. ივანე მეცხრის ქუჩაზე ხალის საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც 120 საძირზე იქნება გათვლილი, რომელიც მიმდებარე ინფრასტრუქტურას, არეკრეაციო სივრცის მოწყობას, ასევე ბავშვთა მოედნებსა და შესაბამის სახალხო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. ამავდროულად ამავე უბანში მიმდინარეობს როგორც მიქელაძის, ასევე ივანე მეცხრის ქუჩების რეაბილიტაცია. სამომავლოდ დაგეგმილია სკვერის რეაბილიტაცია და მშენებლობა და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უბნის მოსახლეობისათვის ისევე როგორც საღვთო დაწესებულების მშენებლობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გამწვავებით და სარეკრეაციო სივრცეები სამომავლოდ ძელვადიანად მოემსახურება ამ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანებს. დაახლოებით 5 მილიონი დაიხარჯება ბაღის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ასევე მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება სხვა სახალხო ინფრასტრუქტურა, ქუჩის კეთილმოწყობა და სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა. დღეს ჩვენთან იყვნენ მერიის წარმომადგენლები. ვისაუბრეთ ჩვენს საჭიროებო საკითხებზე. მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია, სამიაღვრე არხების კეთილმოწყობა და ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ეტაპობრივად ალბათ თანდათან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.